მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ჰიროსიმა და ნაგასაკიც ააფეთქეს. იაპონია კი თავის მხრივ აღარ გავდა იმ ქვეყანას, რომელიც ოდესღაც აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი იმპერია იყო. მისი ქალაქები მიწასთან გასწორდა, ქარხნები განადგურდა, ხოლო მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზე იდგა. ატომურმა ბომბებმა არა მხოლოდ ქვეყნის ეს ქალაქები, არამედ მთელი ერის ფსიქოლოგიაც ააფეთქა. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც სამხედრო ძლიერებით ამაყობდა, ახლა იდგა სრულიად ახალ გზაჯვარედინზე. იმპერიული ამბიციების ნაცვლად საჭირო გახდა გადარჩენა. აღარ არსებობდა არც არმია, არ იყო კოლონიები, იმპერიის ეკონომიკა ხომ საერთოდ დაიშალა, კი არა აფეთქდა. თუმცა სწორედ ამ დროს, ამ პირობებში, იმ წამსვე დაიწყო იაპონიის ახალი ეპოქა, რომელიც აღარ ეფუძნებოდა ომს, არამედ ცოდნას, შრომას და ვრცელვადიან სტრატეგიულ გეგმას. ეს იყო ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე თითქმის განადგურებული იყო და მხოლოდ ახლა იწყებდა თავიდან სიარულის დაწყებას. როგორ იქნებოდა იაპონიის ახალი ცხოვრება და როგორ უნდა გადაექციათ იაპონელებს ეს ნანგრევები პროგრესად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია მთლიანად ოკუპირებული აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. 1945 წლის სექტემბერში იაპონიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას ამერიკულ ხომალდ მისურის პორტზე. ამით დასრულდა თითქმის 15 წლიანი ომები, რომლებიც მან ჩინეთიდან დაწყებული წყნარი ოკეანის კუნძულებამდე აწარმოა. იაპონიის ამერიკული ოკუპაცია ოფიციალურად დაიწყო იმავე წელს და გაგრძელდა 7 წელი, 1952 წლამდე. ამ პერიოდში ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად დანიშნული იყო ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური, რომელსაც მიეცა უპრეცედენტო უფლებამოსილება მთელი იაპონიის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის რეფორმირებისთვის. მაკარტურის მიზანი იყო მარტივი: დაეშალა ძველი, მილიტარისტული, ნაციონალისტური იაპონია და ეშენებინა ახალი, დემოკრატიული სახელმწიფო. 1956 წელს იაპონიამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, დოკუმენტი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ქვეყნის ბედი. სწორედ ამ კონსტიტუციით იაპონიამ ოფიციალურად უარი თქვა ომზე, როგორც სახელმწიფო ინსტრუმენტზე. მისი კონსტიტუციის მეცხრე მუხლი პირდაპირ ამბობს: იაპონია სამუდამოდ ფლობს უფლებას იომოს და შეიარაღებული ძალა ჰქონდეს. მაგრამ იაპონელები მაინც უფრო ადრე მიხვდნენ ვიდრე მთელი მსოფლიო, რომ იარაღის ნაცვლად შეიძლებოდა ებრძოლათ ეკონომიკით. ეკონომიკური გარდაქმნები დაიწყო 1956 წელს ამერიკელი მრჩეულებისა და იაპონელი ბიუროკრატების თანამშრომლობით. მთავრობამ გაატარა მიწის რეფორმა. მიწები ჩამოერთვა დიდ ფეოდალურ მფლობელებს და გადაეცა გლეხებს. შედეგად გაჩნდა ახალი შრომის მოყვარული და ეკონომიკური აქტიური ფენა. ამის შემდეგ კი მაკარტურმა გააუქმა ზაისა, ძველი ინდუსტრიული კონგლომერატები, რომლებიც ომამდე აკონტროლებდნენ ეკონომიკას, მაგალითად მიცუბიში, მიცუეი, სუმიტომო, იასუდა. მაგრამ მათ ადგილას მოგვიანებით გაჩნდა ახალი ტიპის სტრუქტურა, კეირეცუ, ანუ ურთიერთდამოუკიდებელი კორპორაციები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად გეგმავდნენ ეკონომიკურ განვითარებას. სულ მალე 1950 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც იაპონიის ეკონომიკა სრულიად ახალ ფაზაში გადაიყვანა. დაიწყო კორეის ომი. ამერიკას სჭირდებოდა სანდო მიწოდების ბაზა ახლოს ფრონტთან და სწორედ იაპონია გახდა მისი მთავარი ლოჯისტიკური პლაცდარმი. ამ დროს ქვეყანაში კვლავ არსებობდა სიღარიბე, მაგრამ სამუშაო ადგილები სწრაფად იზრდებოდა. ექსპორტის ბრუნვა ერთ წელიწადში გაორმაგდა, ხოლო მრეწველობის წარმოება 51 წლისთვის უკვე აღემატებოდა ომამდელ დონეს. 1952 წელს იაპონია ოფიციალურად გათავისუფლდა ოკუპაციის რეჟიმისგან. ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ უკვე სრულიად სხვა პრინციპებზე, დემოკრატიაზე, ბაზარზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს სახით. მართალია ომის შემდეგ იაპონია აღარ იყო იმპერია, მაგრამ სწორედ ამ დაშლილ იმპერიაში დაიბადა ახალი მოდელი, რომელმაც ძალიან მალევე მსოფლიოს გააუცა. ეს დანგრეული სახელმწიფო გადაიქცა ერთიან მომუშავე სისტემად, სადაც მთავრობა, ბიზნესი და მოქალაქეები საერთო მიზანს ემსახურებიან, ეს არის ეკონომიკური აღორძინება. 50-იანი წლების დასაწყისში იაპონიამ საბოლოოდ დაიხო გეზი ეკონომიკური აღორძინებისკენ, მაგრამ ეს არ იყო საერთოდ სტიქიური ან შემთხვევითი პროცესი. ეს იყო ფრთხილი, კარგად დაგეგმილი სტრატეგია. ყოველ ამ სტრატეგიას ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უწყება,
ეს იყო ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრო. მოკლედ მიტი. მიტი გახდა ინსტიტუტი, რომელმაც განსაზღვრა, რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო ქვეყანა, რომელი დარგები უნდა დაფინანსებულიყო, რომელ კომპანიებს მიიღო მხარდაჭერა და როგორ უნდა გაძლიერებულიყო ექსპორტი. ეს იყო მთავრობისა და კერძო სექტორის იშვიათი ერთობა, როცა სახელმწიფო არ აკონტროლებდა ბიზნესს, მაგრამ მარცხს ოვებდა მას მარტო. მიტიმ შემოიღო ინდუსტრიული პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო ეროვნული წარმოების კონცენტრირება კონკრეტულ დარგებზე: ფოლადი, გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა და ენერგეტიკა. ეს დარგები იქცა იმ ბირთვად, რომელმაც იაპონიის ეკონომიკა გლობალურ ასპარეზზე გაიყვანა. 1955 წლიდან 1973 წლამდე იაპონიაში არის ეკონომიკის ოქროს ხანა. ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 9% იზრდებოდა ყოველწლიურად. რაც იმ დროისთვის და დღესაც ყველაზე სწრაფი ტემპია. სწორედ ამ წლებში გაჩნდა ახალი თაობის კომპანიები: Toyota, Honda, Sony, Panasonic, Hitachi, Toshiba-ც, რომლებიც იქცნენ იაპონური ინოვაციის სიმბოლოდ. იაპონელები ზედმიწევნით ზუსტად სწავლობდნენ დასავლურ ტექნოლოგიებს, მაგრამ მათ უბრალოდ კი არ აკოპირებდნენ, არამედ აუმჯობესებდნენ. სწორედ ამიტომ იაპონური პროდუქცია 1960-იან წლებში და ამ წლებიდან უკვე ასოცირდება ხარისხთან, სიზუსტესთან და სანდოობასთან. ხოლო მე-20 საუკუნის იაპონია იყო ის მოდელი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო, ბიზნესი და ხალხი ერთიანად მუშაობდეს საერთო მიზნისთვის. სწორედ ეს ერთიანობა იქცა იაპონური ეკონომიკის ნამდვილ სასწაულად. 70-იან წლებამდე იაპონიის ეკონომიკური ზრდა თითქმის შეუჩერებელი იყო. ქვეყანა უკვე გადაიქცა მსოფლიოს მესამე ეკონომიკად, ამერიკასა და დასავლეთ გერმანიის შემდეგ, მაგრამ მსოფლიო შეიცვალა. 73 წელს მოხდა ნავთობის პირველი კრიზისი, როცა კომპანია OPEC-მა შეწყვეტა ნავთობის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებზე. იაპონია, რომელსაც თითქმის არ ჰქონდა ბუნებრივი რესურსები, აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. ენერგეტიკაზე დამოკიდებული ეკონომიკა დადგა საფრთხის წინაშე. თუმცა იაპონელებმა ამ კრიზისაც უცნაურად გონივრული პასუხი გასცეს. მათ დაიწყეს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება. ყურადღება გადაიტანეს ელექტრონიკაზე და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტებზე. სწორედ ამ წლებში გაჩნდა იაპონური ტექნოლოგიური გიგანტების ოქროს ხანა. ესენი იყო Sony, Panasonic, Sharp, Canon და Nintendo. 70-იან 80-იან წლებში იაპონური პროდუქცია უკვე დომინირებდა მსოფლიოს თითქმის ყველა ბაზარზე. ამერიკაში იაპონური მანქანები უფრო საიმედოდ ითვლებოდა. იაპონური ტელევიზორები უფრო ხარისხიანად, ხოლო იაპონური კომპანიები უფრო ორგანიზებულადაც. მე-20 საუკუნის 80-იანი წლები კი ნამდვილად იყო იაპონიის ეკონომიკური სიძლიერის პიკი. იენის გამყარების შემდეგ იაპონიის კაპიტალმა დაიწყო ინვესტირება უცხოეთში, მათ შორის ამერიკასა და ევროპაში. იაპონურმა კომპანიებმა დაიწყეს დასავლეთის სიმბოლოების ყიდვა. მაგალითად, 1989 წელს Mitsubishi Estate-მა შეიძინა ნიუ-იორკის Rockefeller ცენტრი, ხოლო Sony Columbia Pictures-ი. ტოკიოში კი უძრავი ქონების ფასები აბსურდულად გაიზარდა. ზოგიერთი მიწის ნაკვეთის ღირებულება იმდენად გაიზარდა, რომ ითვლებოდა, თითქოს ტოკიოს ცენტრალური უბნის მიწა უფრო ძვირი იყო, ვიდრე მთელი კალიფორნია ერთად. ეს იყო პერიოდი, რომელსაც იაპონიაში უწოდეს bubble economic, ანუ ბუშტის ეკონომიკა. ფული სწრაფად მოძრაობდა, ბანკები უპრეცედენტოდ იძლეოდნენ მაღალ სესხებს და მოსახლეობა გრძნობდა თითქოს ეკონომიკური აღმავლობა არასდროს დამთავრდებოდა. მაგრამ 99 წელს ყველაფერი შეიცვალა. იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა რაც შეეჩერებინა ბუშტის, ანუ ამ ეკონომიკის ზრდა დაიწყო საპროცენტო განაკვეთების აწევა. მალე ინვესტიციები გაჩერდა, აქციებისა და უძრავი ქონების ფასები დაიცა, ხოლო ბანკები აღმოჩნდნენ უზარმაზარი ვალების ქვეშ. ხოლო ამ პერიოდს, ამ კრიზისს 90-იან წლებში დაერქვა იაპონიაში სახელი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც დაკარგული აწლები. ამ დროს ეკონომიკური ზრდა გაჩერდა, ფასები დაიცა, ხოლო მრავალმა კომპანიამ ვეღარ გადაიტანა ეს კრიზისი. იაპონიის სასწაული თითქოს დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო გარდასახვის ეტაპი. ქვეყანა, რომელმაც ომიდან შექმნა ეკონომიკური იმპერია, ახლა სწავლობდა როგორ ეცხოვრა სტაბილურობის პირობებში. იაპონიამ აღარ განიცადა ისეთი სწრაფი აღმავლობა, როგორც 50-იან, 60-იან წლებში, მაგრამ შეინარჩუნა ის, რაც ყველაზე ღირებული იყო. სტრუქტურირებული ეკონომიკა,
ძლიერი შრომის კულტურა და, რა თქმა უნდა, მსოფლიო გლობალური ეკონომიკური გავლენა. დღეს იაპონია კვლავ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ეკონომიკის სფეროში მსოფლიოში და ეს არის ქვეყანა, რომელმაც საჩვენა, რომ ნამდვილი ძალა არა მხოლოდ აღმავლობა, არამედ სწორედ ამ კრიზისის გადატანაში გამოიხატება. ეს იყო ისტორია იმ სახელმწიფოსი და იმ ერისა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სასწაული არც ბედისწერა და არც მითი. ეს არის ადამიანების შრომის, სიზუსტისა და რწმენის შედეგიც. იაპონია ომიდან წამოდგა ისე, როგორც არც ერთი და უბრალოდ ვერც ერთი ერი მანამდე. ტექნოლოგიით, შრომით და თავმდაბლობით, რომელიც იაპონელებს ნამდვილად ახასიათებს. და როცა მომავალში სიტყვა სასწაულს მოისმენთ, გაიხსენეთ იაპონია ქვეყანა, რომელმაც აჩვენა, რომ სასწაულები იქნება ჩვეულებრივი ადამიანებით. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა, ალბათ მოსმენისთვის გამოიწერით არხი.